ფაროსანა ხელთუბანში ადგილობრივები ხელისუფლებას მიმართავენ. მოსახლეობა ფაროსანას საწინააღმდეგო შხამქიმიკატებით დახმარებას ითხოვს. მეგრელოში რო არის, რა ქვიან იმას საკაცო? ფაროსანა უკვე ახლა ჩემ ხეებზე ვხედავ, იმიტომ წამლი და შედეგი არ არის, არ აკვდება და იმასაც თავისებური წამალი უნდა. ეგ მაინც მოგცეთ თითო ოჯახს და თითო ბოთლი შევწავ. ეგ თუ გამრავლ და მე ყურებ დაგვაჭამს ხალხსა. რო ნაყოფიც აღარ იქნებოდა, მე ხალხზე გადმოიერიშ. თითო ბოთლი მაიცოდ, უკვე დასაწყისი არის ახლა აქა დაიწყო ისე ჭია. ახლა 5 ცალი მაინც ამნახე ერთ ხეზე, მე 5 ერთზე, 5 მეორეზე. ეგ რო ახლა არ მოიწამლოს. მე ედება სუთანაბრივ, აი ეგეც გასათვალისწინებელი, ჰა? ზედა თანა კვერცხიაკ დადებული ზედიმაზე. ანუ ფაროსანა არის არის უკვე და ეხლავე უნდა ის ჩანასახში, თორე მე თუ გამრავ და მაგას ვეღარ გავწყვეტა. ფაროსანა кайხანია ყავდა შევამჩნიეთ კიდეცა თუ სოფელს არ მოხედეს აი წრეულად რო წაყინვა მოვიდეს როგორც ჩარშანწინ იყო ამაზე ძლიერი სოფელი ხელთუბანზე ძლიერი სოფელი გორის რაიონში არსად არ იყო მშრომელი ხალხიცა ვარ წყალი გვინდა სარწყავი წყალი გვინდა შხამქიმიკატებზე უნდა დააწესონ დიდი კონტროლი ვყიდულობთ და რას ავყიდულობთ აი რო იტყვიან ხომ მე ქარს ვატანთ ჩვენ ფულს ქარს ვატანთ შობია მაშინ მარის სურევენ. რა სურევენ არ ვიცით, აი რო იტყვიან ქარს ვატანთ. და ესეც რა ჩვენ მოსავალი მოყვავს არა. დაინახავენ აი წელს ნიუ-იორკმა გაამართლა. იმ წუთში შემოაქვთ ისეთი და ჩვენ პროდუქციას არ გვიცავს ჩვენი სახელმწიფო ჩვენი პროდუქცია რაღაცა ფასად ვაქციოთ. აგერ მეზობელი სომხების აიღონ. ყურძენსა და ხილს აღარ ატაინებენ დიდ ტამოჟნია დაუდეს. აქედა რომ შეიტანონ. ესენ კიდე ასწევენ იკარებსა და მიდი და მიდი. ადგილობრივებისთვის კიდევ ერთ პრობლემას ვაშლის რეალიზაცია წარმოადგენს. მათი თქმით წელს კარგი მოსავალი ჰქონდათ, თუმცა ფასი იმდენად მცირე არის, რომ დანახარჯის აღებასაც ვერ ახერხებენ. ამას ისიც ემატება, რომ გადამამუშავებელი ქარხნების რაოდენობა მცირეა და მოსავლის ჩაბარებას არ ახდენენ. ადგილობრივებს ვაშლის მოსავალი ჯერ კიდევ დასაწყოვებული ულაგიათ. აი ახლა რა თავდგევარ აქა, ვაშლი მაგასაყიდი და ვერ ახედი. რო იყოს ჩამბარებული პუნქტი რო იყოს მივიდან ჩავაბარებ და არ არის და აი ესე უნდა ველოდოთ ვიღაც შემოა უნდა იმას მიხვიდოთ თანა 40 კაპიკია მეტი არ არის წამლის ფულს ვიღებ და იმას ხარჯსაც ვერ ავფარა და თვალები რომ ეთხრება ის კიდე არ არის პუნქტები ჩამბარებელი მაგრამ არავინ არ იმასაშია რო აბუშავდეს აი აქვე არის გორში არის ორი მიმღები პუნქტი იქაც არის ბევრი პრობლემაა, მაგრამ მე დაგვილპება ხრით და ვშებით ისე. უკვე ბაღებზე უკვე იმედი საერთოდ გადაწყვეტილია გლეხს. ძალიან დიდი პრობლემაა, არა, ვერაფერ ვერ ვიღებთ, გლეხი არის განადგურებული. განადგურებული, არავის არ უნდა გლეხის გამდიდრება არავის არ აწყობს, არც არავის არ უნდა, რა თუნდაც. არც პარლამენტში ხალხი არავის არ უნდა, კაცო, გლეხი უნდა იყოს გლეხი უნდა კისერზე ასხნენ, უნდა სისხლის წოვონ და ესეც შემოაქვთ, რაც აქ პროდუქტი მოგიდეთ რამე ვაშლი. რაც გავყიდე ისევ ზედუნდება მამულსა. ზედუნდება ისევ. ერთ მოწამლაში 200 ლარ გადაიხდი, მითხარი ერთ აპარატში. ან გამოგადგება წამალი, ან არ გამოგადგება. წამალზე ხულაპარაკი ზედმეტია. დასაყიდი დაგჩათ კიდე? დარჩა გასაყიდი, მაგრამ რა ვუყო მითხარი, დღეს გორში უნდა წავიღო, თუ გავყიდე, ვერ გავყიდე, მე ქუთაისში უნდა წავიღო და აი ეს 2 კაპიკი რაღაცას დარჩება და ეგ იქნება. ხალხში ფული არ არის. ხალხში ფული არ არის. ხილიც უნდათ, ხორციც უნდათ, სულ ყველაფერი, მაგრამ ხალხში ფული არ არის. კომუნისტები დროშავ, სულ ყველას აქ უნდა ფული. იმოდონა პროდუქტი იყო აუარებელი, ახლა ხალხი მშიერია. მშიერია ხალხი. სააკაშვილმა სანახივრები გადახნა, რატო არის აქენითო? გლეხსა ერთი ძროხა არ ახამდეს მაგალითად და ერთი 500 სული მაინც იყო ნახირები დადიოდნენ და ეხლა სოფელში 1000 კომლი არის 50 სული არ მოგროვდება რომ ცეცხლი უკიდია ყველია თუ რაც არის ეს შეიძლება აქ ვაშლი ბევრს ულაგია იქ ხორას რო იძახია ო გასავალი არ აქვს ვერ ყიდია აი ბეჭმა რო გითხრა იმან კავა იმიტომ მოდის კლიენტი ვიღაც შემოვიდეს იშოვოს ხოძნელია ზოგადად ხელთუბანში მეტი წილი ვაშლს მისდევს ხო? კი ეგრეა
მაგრამ ვაშლი შავი ქლიავი მიზევენ, მაგრამ შაშარაც მოსავალი იყო. ის რომ კარგი რეალიზაცია ყოფილიყო სოფელში, კაი ბინები გაკეთებოდა, აი ამაზე კაი ბინები. თანაცა მაშინ როგორ იყო, იცი? ფაბრიკა ქარხნები იყო, რომ გამოვიდოდნენ. იქიდან მუშები იაფიც იყო ახლა, ხან მანეთრახევარი იყო, კილო მანეთად მისცემდნენ 3 კილოსა, მაგრამ გასავალი ქონდა. მე ვაშლზე ერაფერ გეტყვი, ამ თავრობასა გადაეჭით, რომ გლე ხალხსა მოხედონ, დამშეულია ხალხი. დამშეულია და ამ თავრობასა გლეხი აღარ აინტერესებს, მარტო თავანთი სკამები აინტერესებს და თავანთი სიმდიდრე. ეს როგორ შეიძლება? ამ თავრობასა უნდა უხალხო სახელმწიფო, ხალხი არ ახავდნენ და მარტო წნიყვნენ. აი ეს მინდა მეწყო, სხვა არაფერი. გორის მუნიციპალიტეტის მერის კონსტანტინე თავზარაშვილის თქმით, მისთვის ხელთუბნის მოსახლეობის პრობლემები ცნობილი არ არის. იმ შემთხვევაში, თუ ადგილობრივები მიმართავენ მერიას, შუამდგომლობას გაუწევს სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან. ჩვენთვის არ მოუმართიათ არავის ამ საკითხთან დაკავშირებით, თუ იმ შემთხვევაში თუ მოგმართავს მოსახლეობა, რომ დავეხმაროთ აი ამ საკითხის მოგვარებაში, ჩვენ გავუკეთებთ შუამდგომლობას სოფლის მეურნეობის სამინისტროსთან და ისინიც კომპეტენციის ფარგლებში დაეხმარებიან ამ საკითხის მოგვარებაში. რაც შეეხება ვაშლის რეალიზაციას, მე ესეთი ინფორმაცია მაქვს, რომ ხარისხიანი ვაშლი თუ ვინმე მოიყვანა, მათ ამისი რეალიზაცია არ უჭირთ. ეხლა თუ არის ვთქვათ არასტანდარტული ხარისხის ვაშლი, ეს შეიძლება რომ ჩვენ შევუწიოთ შუამდგომლობა ქარხნებთან, რომელიც მიიღებენ აი ამ ვაშლის გადამუშავებას მომავალში გააკეთებენ, მაგრამ თუ ამ შემთხვევაში იღებენ, თუ აქვთ იმათ მიღების, იმიტომ რომ ეხლა იცით რომ სეზონი არ არის ამისთვის, თუ მაინც იღებენ, მამაში დავეხმარებით ჩვენ. გორის მერის თქმით, თუ მოსახლეობას ვაშლის მოსავალი კარგი აქვთ, ის დაეხმარება მათ გადამამუშავებელ ქარხნებთან შუამდგომლობით, რათა ჩაიბარონ.